უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სიცოცხლე არ არსებობს და ყველაზე დიდი ღირებულებისთვის თავისუფლებისთვის დადო ჩვენო ბიჭებმა და არა თუ ამ ღვაწლის დაფასება, არამედ ამ მაგალითით უნდა ცხოვრობდეს დღეს ჩვენი ქვეყანა და ამ მაგალითით უნდა ვზრდიდეთ შვილებს და ესეც იქნება აუცილებლად. ამ ბიჭების გმირების ბრძოლა ბუნებრივია საქართველოში უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ გვექნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა აუცილებლად. ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენი გმირები დაეცნენ და ის ომი არ დასრულებულა და ჩვენ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ვიმეორებ მივაღწევთ აუცილებლად იმას, რომ ამ ბიჭების ნატრად დაუცნება ასრულდება და ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფოში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას. მძიმე დღეებია 7 აგვისტო. ჩვენ კარგად გვახსოვს რა ხდებოდა ამ დროს აქ ამ ადგილას და ზოგადად საქართველოში ეს არიან ჩვენი გმირები, ადამიანები, შინდისის გმირები და ყველა ის ჯარისკაცი და ქართველი, ვინც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან სამაგალითო ხალხი, ვისი მაგალითითაც ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები. დღეს ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ოკუპაციას და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად სამწუხაროდ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული ოკუპანტის მიერ. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ამდენი წელი გავიდა 2008 წლის შემდეგ და გვაქვს ვითარება, როდესაც არა მხოლოდ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, არამედ დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არის უკვე რუსული რეჟიმი, რომელიც ამ რბილი ძალით ცდილობს უკვე არა მხოლოდ 20% დაეპატრონოს, არამედ დაეპატრონოს მთელ ქვეყანას. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. ჩვენ დღეს ვართ აქ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს და მის ამხსოვნებს და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა მტრის წინაშე, ისე არასოდეს დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს.